გამარჯობა ყველას, მე ვარ ირაკლი. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ 5 უმარტივესი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ ზამთრის განმავლობაში თქვენი მოტოციკლის სწორად შენახვაში. ახლა ვარ ლაგოდეხში და სანამ არ მოთვება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მოტოციკლი აქ უნდა დავტოვო. შესაბამისად, გამიჩნდა კითხვა. როგორ შევინახო მოტო ისე რომ გაზაფხულზე დამხვდეს ჯამრთელი. მოკლედ ეს საკითხი კარგად შევისწავლე და ახლა მინდა მიღებული ინფორმაცია თქვენს გაგიზიაროთ. ასე რომ კარგად მოკალათით და დავიწყოთ. პირველი ნაბიჯია მოტოციკლისა და ჯაჭვის გარეცხვა გასუფთავება. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რადგან დაგროვებულმა ჭუჭყმა, ტალახმა და მარილებმა განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებში შესაძლოა გამოიწვიოს კოროზია. ამიტომ დაჟანგება რომ თავიდან ავიცილოთ, ჩვენი რკინის მეგობარი კარგად გავრეცხოთ და შემდეგ აუცილებლად კარგად გავაშროთ. და გარეცხვის შემდეგ არ დაგვაუწყდეს ჯაჭვის დაზეთვა. მეორე და ყველაზე ხარჯიანი ნაბიჯია აუზის საწვავი თავსება. თუ თქვენს მოტოს რკინის აუზი აქვს, პლასტმასისა და ალუმინის შემთხვევაში ეს ნაბიჯი გამოტოვეთ. აუზი აუცილებლად უნდა გავავსოთ ბოლომდე, რადგან ტემპერატურის ცვალებადობის შედეგად შიგნით დარჩენილ სიცარიელეში წარმოიქმნება კონდენსატი, რაც იწვევს ჟანგის წარმოქმნას. ჟანგიანი აუზი კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთლიანად საწვავის მიწოდების სისტემას. ხოლო თუ მოტოს ხანგრძლივი დროით აჩერებთ, სასურველია საწვავის სტაბილიზატორის დამატება, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ანელებს საწვავის დაძველებას. მესამე ნაბიჯია საბურავების შემოწმება და წნევის კონტროლი. სანამ მოტოს დიდი ხნით გავაჩერებთ, სასურველია საბურავებში წნევა შევამოწმოთ და თუ დასაბერია დავამატოთ. ყინვებში და ზოგადად სიცივეში საბურავი იკლებს წნევას და თუ მას დიდი ხნის განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში დავტოვებთ, საბურავები გაფუჭდება, გაუჩნდება ბზარები და დაბრწყილებული ადგილი. ამიტომ ეს ნაბიჯი აუცილებელია. გაჩერებამდე შეამოწმეთ წნევა და თუ საჭიროა დაბერეთ. შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია არხის გამოწერა. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, ძალიან დამეხმარებით და მადლობა ყველას წინასწარ. და გადავიდეთ მეოთხე ნაბიჯზე. მეოთხე ნაბიჯია აკუმულატორის მოხსნა, რომელიც ჩემი მოტოს შემთხვევაში აუზის ქვეშ არის. და ეხლა ეს სავსე აუზი უნდა ავხადო და ამოვიღო აკუმულატორი. მოკლედ იმისთვის რომ აკუმულატორი ამოვიღო, ნახევარი მოტო უნდა დავუშალო. სკამი მოხსენი, წინ პლასმასები მოხსენი. ეს სავსე ბაკი ძლივს ახსენი და როგორც იქნება მივადიქი აკუმულატორს. როგორც იცით, სიცივე არის აკუმულატორის მტერი, ამიტომ ზამთრის განმავლობაში სიცივეებზე და ყინვებზე რომ არ გავაფუჭოთ და გაზაფხულზე თავისუფლად დავქოქოთ მოტო, უმჯობესია რომ ამოვიღოთ და შევინახოთ მშრალ გრილ ადგილას. ან თუ ვერ შევინახავთ, როგორც მინიმუმ კლემები მაინც ახსნათ, რომ დენი არ წაიღოს და ზამთრის განმავლობაში არ დასუსტდეს, არ დაждდეს აკუმულატორი. და ასევე თუ აკუმულატორის სპეციალური დამტენი გაქვთ, შეგიძლიათ ზამთრის განმავლობაში დატენოთ ხოლმე, რათა ბოლომდე არ დაждდეს და არ გაფუჭდეს. და ბოლოს მეხუთე ნაბიჯი, ყველაზე რთული და პრობლემური საკითხი. სად გავაჩეროთ მოტო? რა თქმა უნდა, უმჯობესია თუ გავაჩერებთ კარგად ვენტილირებად თბილ დახურულ სადგომზე ან ფარეხში, მაგრამ ვისაც არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, როგორც მინიმუმ გადახურული ადგილი მაინც უნდა ვნახოთ, რათა მოტოციკლს ზამთრის განმავლობაში ზედ არ დააწვიმოს და არ დაათავოს. ჩემ შემთხვევაში ასეთი ადგილი შევარჩიე, რაც თავარი არის გადახურული და აქეთ ნაპირზე ჩამოვაფარებ ამ ტენს, რათა წვიმის დროს მოტოციკლს არ დააწვიმოს და არ შემოასხას წყალი. ცოტა დამაღამდა და ასეთი სინემატიკური განათება ჩავრთე ლამპუჩკის სახით, ამიტომ გავაგრძელოთ. მოკლედ, ჩნდება ერთი მთავარი კითხვა: გადავაფაროთ თუ არა მოტოციკლს ზამთრის განმავლობაში? რა ინფორმაციაც მოვიძიე, ყველა ცალსახად ამბობს, რომ წყალგაუმტარი გადასაფარებელი ჯობს არ გადავაფაროთ, რადგან შიგნიდან იკეთებს კონდენსატს ტემპერატურის ცვალებადობის შედეგად და იწვევს მოტოციკლის დაჟანგვას. ამიტომ უმჯობესია რომ გადაფარებულ ადგილას დავაყენოთ, მაგრამ არ გადავაფაროთ ის სპეციალური წყალგაუმტარი გადასაფარებელი. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს იყო 5 ძირითადი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მოტოციკლის სწორად შენახვაში. გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს, ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ლაიქეთ ვიდეო და თუ თქვენ გააქვთ რაიმე რჩევები, მითითებები თუ როგორ უნდა შევინახოთ მოტოციკლის სწორად, ასევე დამიწერეთ კომენტარებში, საინტერესო იქნება თქვენი აზრის მოსმენა და ასევე სხვაებიც ნახავენ ამ კომენტარს და იმედია
ასე დავეხმარებით ერთმანეთს. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, დაგემშვიდობებით და კარგად.